ბათუმში სამგზავრო მატარებელი 16 წლის გოგოს დაეჯახა, მოზარდი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ მოხდა. მატარებელი თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მოძრაობდა. შემთხვევის გამო დროებით ის ვეღარ გადაადგილდებოდა, მომხდარზე გამოძიებაა დაწყებული. სასაზღვრო გამშვები პუნქტი დარიალიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, სასიგნალო შეტყობინება შევიდა. პრევენციის მიზნით სოფელ გველეთთან ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის ორივე მიმართულებით მოძრაობა შეზღუდულია. წვიმა სეტყვა ელჭექი და ქარის გაძლიერება 13-14 აგვისტოს საქართველოში ამინდის გაუარესება ამოსალოდნელი გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს. ნალექიანი ამინდი ნავარაუდევია როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში. საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა. ინფორმაცია საქართველოში გერმანიის საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მანამდე გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი იყო, მან საქართველო 2026 წლის ივნისის ბოლოს დატოვა, რადგან მისი დიპლომატიური უფლებამოსილების ვადა ამოიწურა.